ახალგაზრდა მეცნიერები ერთ კვირას ბაკურიანში გაატარებენ, სადაც რამდენიმე დარგში სპეციალური ტრენინგები და სემინარები ჩატარდება. საერთაშორისო ბანაკში მოწვეული არიან სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობისა და ილიას უნივერსიტეტებიდან, აგრეთვე მაგისტრანტები ფინეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. ტრენინგების ორგანიზატორი ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის ფონდი კომპანია ნატახტარის დაფინანსებით შეიქმნა. ეს ამ ფონდის მიერ ორგანიზებული პირველი ღონისძიებაა. დაგეგმილია ბანაკში პოპულარული ლექციების კურსის ჩატარება, რომელსაც წაიკითხავენ ჩვენი წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ძირითადში მუსიკურ მონაწილეობა ხოლმე საზღვარგარეთ, მაგრამ ამჯერად არიან საქართველოში. და მოუყენია სხვადასხვა დარგის პრობლემებზე. ფიქრობ, რომ მსგავსი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით, არამედ ქვეყნების დაახლოებისა და უკეთ გაცნობისთვის. ჩემი აზრით, მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად უნდა გაგრძელდეს. ბაკურიაში ყოფნის დროს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოვისმინო ფიზიკის თემაზე ქართველი მეცნიერების სემინარები.